იმპორტ-ექსპორტის დაინტერესებული კომპანიებისათვის საჭირო სტუმრობა დავგეგმეთ. ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა 2026, 12 და 13 მარტს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. ლოგისტიკის ექსპო 2026 გამოფენა და კონფერენცია გააერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებს და ლოგისტიკური პარტნიორების პოვნით დაინტერესებულ კომპანიებს მთელი რეგიონიდან. დღეს რამდენიმე მონაწილე კომპანიას მასპინძლობთ საქმიანდილა სტუდიაში და ვისაუბრებთ დეტალებზე. ჩვენთან ერთად კი არიან გიორგი ზუმბაძე, Skyloop-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საქმიანდილაში უმასპინძლობთ იზაბელა ბოლქვაძეს. იზაბელა გახლავთ კატიელის საოპერაციო დირექტორი. ლევან გუჯეჯიანი არის ჩვენთან ერთად, J Warehouse-ის მმართველი პარტნიორი და ლიკა კიკაბიძე, სატვირთო მიმართულების ხელმძღვანელი Aramex Georgia. მოგესალმებით. ილამშტობისა და მადლობა სტუმრობისთვის. გავაზიაროთ მაშინ საქმიანდილა სტუდიიდან რა ამბისთვის ვართ შეკრებილები უხსტუმრიანობა რას უკავშირდება. უკავშირდება თავისთავად ლოგისტიკურ გამოფენას, თუმცა რა მნიშვნელობის არის ეს გამოფენა? დავიწყოთ თქვენით. კი ბატონო, გამარჯობათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა ჩვენ წარმოვადგენთ Aramex Georgia-ს, ზოგადად Aramex Global-ს, შესაბამისად გამოფენაზე, კი ბატონო, შარშანაც მივიღეთ მონაწილეობა და პირველი იყო და ნამდვილად მოლოდინებს, რაც ქონდა მოლოდინი, იმასაც გადააჭარბა, იმიტომ რომ მოთხოვნა და დაინტერესება საკმაოდ ბევრი იყო და ნამდვილად სერვისებით, რომლებიც წავდით, საინტერესო იყო ყველასთვის, იქ მოსული მომხმარებლებისთვის, რაც შეეხება ვთქვათ ახალ წელს, ეხლა რასაც წარვადგენთ სერვისებს, უკვე ვიქნებით ეკონომპოსტით და საერთაშორისო სატრანსპორტო ვთქვათ გადაზიდვებით, საჰაერო მიმართულებით წარმოდგენილები, ისეთი სერვისების შეთავაზებას ვაპირებთ, რაც კონკრეტულად ამ ექსპოსთვის იქნება მორგებული, მცირე მეწარმეებზე ვიქნებით ორიენტირებული, რაც ჩვენთვის ალბათ ერთ-ერთი საამაყო არის, იმიტომ რომ ეკონომპოსტა კონკრეტულად ამისთვის იყო შექმნილი და ეს ექსპოსთვის დაინტერესებული პირებისთვის შეიძლება მოვიდნენ და უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ასევე მეტის გასული წლის გამოცდილებაც გაქვთ და კი ბატონო, ინტერესი გამოიკვეთა თუ რა მიმართულებით და სიმართლე გითხრათ, თქვათ პრომოცია ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენც როგორც Aramex Georgia ყოველთვის და ასევე მეღვინეებისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ექსპორტზე გაიტანონ პროდუქტები. შესაბამისად მეღვინეებისთვისაც ძალიან დიდად მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოვიდნენ, იმიტომ რომ ინფორმაცია, რასაც მივაწვდით, მათთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, როგორც საბაჟო, ისე ლოჯისტიკის და სატრანსპორტო მიმართულებით. ამასთანავე, საჰაერო მიმართულებით შევთავაზებთ მულტიმოდალურ სერვისებს, რომელიც საქართველოსთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითად შემთხვევაში CIS-ის მიმართულებით იყო შესაბამისად ზოგიერთი მეწარმისთვის, მეღვინესთვის და ასევე მწარმოებელი კლიენტებისთვის, თქვათ, იყო რაღაცა მიმართულებები, რაზეც შეზღუდვები ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენც როგორც Aramex-ის საერთაშორისო hub-ს წარმოვადგენთ, ასევე Aramex Georgia-ს, გამოვიყენებთ საკუთარ კომპანიას, რომ იმ მიმართულებებზე და იმ destination-ებზე, რომელზეც მაგალითად არ აქვს საქართველოს წვდომა, ჩავიტანოთ შესაბამისი პროდუქტი და შევთავაზოთ კარიდან კარამდე მომსახურება. ამიტომ საკმაოდ საინტერესო იქნება შარშანდელი გამოცდილებითანაც, როგორც ვახსენე, ძალიან საინტერესო იყო და დაინტერესება ნამდვილად იყო და ამ წელსაც ველოდებით, რომ მოლოდინი კი ძალიან დიდად მაღალი არის, იმიტომ რომ უკვე ვთქვათ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბევრმა სატრანსპორტო კომპანიამ დატესტა, ესე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ და ნახეს, რომ ნამდვილად დაინტერესება მაღალი იყო, ასევე მეწარმეებიც იყვნენ ძალიან ბევრი და შესაბამისად ამიტომ მოხდა ვთქვათ ამ კონკრეტული პროდუქტების მორგება ამათთვის და შეთავაზება, რა თქმა უნდა, ესე კონკრეტულად შეზღუდული არ ვართ მიმართულებებზე და ყველა სერვისს წარვადგენთ და ყველა დაინტერესებულ პირს ვეპატიჟებით და გამოფენის მთავარი მნიშვნელობაც ამისი არის, რომ ყველა მიმართულება რაც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ბიზნესებისთვის, დაინტერესებულ პირებისთვის იყოს ამ გამოფენაზე წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში კატიელი რას წარმოადგენს წელს გამოფენაზე, რითი იქნებით, რა მიმართულებებით იქნებით წარმოდგენილი? უკვე 22 წელი მოღვაწეობს გადაზიდვებში. ყველა ტიპის და სირთულის გადაზიდვა გქონია ამ წლების მანძილზე, თუნდაც ჩვენი მთავარი პროდუქტი არის კონსოლიდირებული ნაკლები ტვირთების გადაზიდვა. ხაბი ჩვენ გვაქვს გერმანიაში, გერმანული ხარისხით მუშაობთ, ასე ვთქვათ. თუნდაც მინდა აღვნიშნო, რომ ველოდებით
ექსპორტის და იმპორტის კუთხით დაინტერესებულ პირებს, რადგან ესეთი კომპანიების გამოცდილება ძალიან დიდი გვაქვს. 22 წლის წინ ჩვენ მუშაობდით და ახლაც მუშაობთ იმპორტიორებთან, რომლებიც არიან წამყვანი სხვადასხვა სფეროში და შესაბამისად გვინდა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ხედვა ახალ მომხმარებლებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის კუთხითაც შევძლებთ დახმარება სხვადასხვა ბიზნესებისთვის. კერძოდ ღვინის ექსპორტი იზრდება და ჩვენც ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას ამ კუთხით. ჩვენთვის არასოდეს გადაზიდვა არ ყოფილა უბრალოდ ტვირთის გადაადგილება. ეს არის სისტემა, სადაც ყოველი წუთი, ყოველი დოკუმენტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ხარისხიან გადაზიდვისთვის. მაგიტომ გელოდებით KTL-ის სტენდთან იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი არ იქნება მხოლოდ გადაზიდვებზე და ვისაუბრებთ ისეთ მომავალზე, რომელიც იწყება ხარისხიანი დაგეგმილი ლოგისტიკით. მადლობა ამ შეფასებისთვის. გიორგი, ლევან, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ და მოგესალმებით. რა მნიშვნელობის არის ეს გამოფენა, რომელსაც მასპინძლობს ექსპო ჯორჯია და სადაც გაერთიანდებიან ინდუსტრიის მთავარი წარმომადგენლები. გასული წლის გამოცდილებიდან წელს რა მასშტაბებზე შეიძლება რომ გავიდეს ქვეყანა მათ შორის? გამარჯობა. ჩვენ წარმოდგენილი ვართ ამ გამოფენაზე როგორც საწყობის კუთხით და არა საერთაშორისო გადაზიდვების, მაგრამ შარშანდელი გამოცდილებიდან ჩვენთანაც მოლოდინებს გადააჭარბა ამ გამოფენამ და წელსაც მაგიტომ მივიღებთ მონაწილეობას და სავარაუდოდ მომავალ წლებში კარგი მაგალითი არის იმის, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კარგი რაც იყო და რაც მოლოდინებს გადააჭარბა იყო რომ გამოხმაურება ამ გამოფენის მერე წამოვიდა უკვე უცხოეთიდანაც, იმიტომ რომ იყო უცხოური სტუმრები და ჩვენაირი კომპანია. გარდა იმისა რომ დაინტერესება დიდი იყო, მათ შორის უკვე კავშირი კონკრეტულ კომპანიებს გქონდათ. კი, როგორ არის ცეთ რომ ჩვენი კომპანია შეიძლება აღიქვათ როგორც სტარტაპად, იმიტომ რომ 4 წლის კომპანია არის და ჩვენთვის ეს პლატფორმა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ჩვენი თავი გავაცნოთ მოსახლეობას და ყველაზე საინტერესო რაც იყო ის რომ უცხოეთიდან წამოვიდა ბევრი კავშირი და გამოფენის მერე ჩვენი კომპანია არა მარტო საქართველოში ოპერირებს, არამედ გავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. წელსაც, რა ვიცი, დიდი მოლოდინები გვაქვს და როგორც საქართველოში ვიმედოვნებთ, რომ უცხოეთიდანაც კიდე იქნება გამოხმაურება, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტი არ სთავაზობს მხოლოდ სასაწყობე მომსახურეობას და რაღაცა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს პროგრამა WMS-ი, ჩვენი აწყობილი, რომელიც ინტეგრირებულია ყველა პროგრამასთან, ეს იქნება საფინანსო პროგრამა თუ საქართველოში, თუნდაც შემოსავლების სამსახურთან და მარტივია გაადვილებულია ყველა კომპანიისთვის ლოჯისტიკური, ანუ სასაწყობე მომსახურეობა. შესაბამისად, უცხოეთში შეგვიძლია რომ დავაინტეგრიროთ ყველა პროგრამასთან და მაქედან უკვე მოდის შეკითხვები, ისინი რა ქვია, თანამშრომლობა, გრძელვადიან იმაზე უფრო არის აქცენტი გაკეთებული ამ ლოჯისტიკური გამოფენიდან და ველოდებით უკავშირს კიდევ. ბატონო გიორგი, Skylog-ის შემთხვევაში რა იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე და თქვენი შეფასება როგორი არის? აი, რატომ უნდა მოვიდნენ დაინტერესებული პირები, კომპანიები და ინდუსტრიის წარმომადგენლები ამ გამოფენაზე 12 და 13 მარტს? მოგესალმებით პირველ რიგში. იცით რა არის? ხლა ჩვენი სფეროს წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობთ შეიძლება არა, მაგრამ ვიზიტით მივდივართ საერთაშორისო გამოფენებზე, რომლებიც იმართება სხვადასხვა ქვეყნებში. ესეთი გამოფენების აზრი არის პირველ რიგში ადგილობრივმა კომპანიებმა ერთმანეთთან მეტი კონტაქტი დაამყარონ, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი კონკრეტული advantage, ესე ვთქვათ, რაღაცა ძირითადი ბირთვი, რაზეც არის მისი ბიზნესი აწყობილი. KTL-ს დარწმუნება ეს არის, ვთქვათ, ევროპიდან, ჩვენ ჩინეთიდან ტრანსპორტირება, სასაწყობო მეურნეობა, გზავნილები და ასე შემდეგ. საქართველოში არის ერთი პრობლემა, მე რასაც უყურებ ამდენი 10 წლის განმავლობაში. არის უნდობლობა გინდაც ლოგისტიკურ კომპანიებს შორის ერთმანეთთან. კონკურენცია თავისთავად იქნება. ამას ვერსად ვერ გავიქცევით, მაგრამ გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულად ადგილას მდებარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა სიკეთე გამოყენებული იყოს საერთო გინდაც იგივე გლობალურ ჯაჭვში.
ეს საქმეს არაფუჭებს პირიქით. ეხლა გასაგებია რომ ჩვენი კომპანია ვერ ჩაერევა იმაში, რასაც მაგალითად KTL აკეთებს, იმიტომ რომ ევროპიდან ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება არის. ხო, იქ ჩვენი ადგილი, სანამ ჩვენი სერვისი არ არის, არ გვექნება არაც. მაგრამ სამაგეროდ ჩვენ შეგვიძლია სხვა რამე შევთავაზოთ, რომელიც უკვე ჯაშს ქმნის არა მარტო ევროპიდან საქართველოზე, არამედ საქართველოდან უკვე აზიის მიმართულებით და პირიქით. ამიტომ ეს გამოფენა გარდა იმისა და არის მეორე მხარე, გადავალ მე მომხმარებელზეც. პირველ რიგში საშუალებას გვაძლევს ისე გადის მთელი წელიწადი, რომ შეიძლება ერთმანეთი უბრალოდ ეს ლოგისტიკური კომპანიები ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. მოუწევლობის გამო და ბევრი რა მიზეზის გამო. ეს ამის საშუალებასაც იძლევა, რომ ერთმანეთში გაიცვალოს პირველ რიგში რა სიკეთე აქ ერთს, რა სიკეთე აქ მეორეს, რომ საერთო შედეგი აქედან მომხმარებლისთვის იყოს კარგი. ეს ერთი, მეორე მომხმარებელი რასაკვირველია მოდის, თუმცა სასურველი არის რომ უფრო მეტი მოვიდეს, იმიტომ რომ მაინც არ არის საქართველოში ესეთი ნდობის ფაქტორს დავარქმევდი მე ბოლომდე დამოკიდება ესეთი რაღაცა ბოლომდე გახსნილი ესეთი ღონისძიებების მიმართ. ჩვენ ვინც მონაწილეობთ, ხო ეხლა ჩვენ შარშანაც მივიღეთ წელსაც გვებულობ და მომავალ წელსაც ვაპირებთ. გარდა იმისა, რომ მომხმარებელთან ურთიერთობები გვაქვს, ეს საშუალებას გვაძლევს თვითონ ქართულმა მომხმარებელმა პირველ რიგში უფრო მეტად ირწმუნოს ქართული კომპანიები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ ამჯობინებენ გონიათ, რომ არაქართული კომპანია მაგალითად უფრო უკეთეს რაღაცას გააკეთებს. ამის გარდა აუხსნათ გინდათ მომხმარებლებს, რას ნიშნავს CMR დაზღვევა, რას ნიშნავს დაზღვევა, რომლის ჭალებში ვიტყოდი, არ მინდა უხეშად გამომივიდეს, კულტურაც კი ბოლომდე არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით სამწუხაროდ, რა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ამას გარდა, რასაკვირველია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის არაქართული კომპანიების ვიზიტი, რაც ახსენა აგერ ჩემმა კოლეგამ, რაც საქართველოში დაინტერესებას უფრო ზრდის. ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, გვინდა არ გვინდა, ეს საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა არის ცენტრი. კი. ვერსად ვერ გავექცევით. მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. მით უმეტეს, რაც ხდება ჩვენს გარშემო. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი არის ესეთი ეს გამოფენა, ესეთი ზომის კი არა, 10ჯერ და 20ჯერ მეტი ზომის იყოს, რომ უფრო საერთაშორისო რაღაც აზრი შეიძინოს და უფრო მეტი ქვეყანა ჩამოვიდეს, უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, რომ უკეთესად გაიცნო ქართული კომპანიები. არა მექსი არის გლობალური, KTL არის გერმანული, მაგრამ საქართველოში არიან ქართული კომპანიები, რომლებიც ძალიან კარგად ოპერირებენ და ძალიან კარგ ხარისხის სერვისს თავაზობენ. თავისი ავტოპარკი, თავისი სასაწყობო მეურნეობით. ეს არ არის ბოლომდე ცნობილი, არც ევროპაში, არც აზიაში. ამის გასაცნობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი გამოფენების ყოველ წელს მოსვლა. რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა, უპირატესობაც და გარდა იმისა, რომ ეს გამოფენა ერთგვარი შესაძლებლობა არის, ხო, კომპანიებისთვის, რომლებიც თავის მხრივ გამოფენაში მონაწილეობას იღებენ და იმათთვის, ვინც დაინტერესებული, ვინც მოვა გამოფენაზე. თუმცა წლევანდელი გამოფენა, რომელიც ახლა 12 და 13 მარტს იმართება, კიდე ცალკე ახალ პლატფორმად ხომ არის იქცევა, რომელიც აი ამ ვითარებაში დღეს რომელშიც იმყოფება ხო რეგიონი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, სადაც ეს ინდუსტრიის წარმომადგენლები გაერთიანდებით იმსჯელებთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც შეიძლება რომ დღეს საქართველოს გამოიყენოს, რომელიც ფაქტო ნაწილში რაღაც კონკრეტულ ნაწილში შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ახალ შესაძლებლობად ქვეყნისთვის და აი ამ მიმართულებით ხომ არ იქნება და შეიქმნება ეს ლოგისტიკური გამოფენაც ის პლატფორმა, სადაც შეძლებთ და მოახერხებთ ამ თემებზე მსჯელობასაც ერთმანეთში. უკაცრავად, ეს აუცილებელიც არის რა. ამიტომ თქვი ზუსტად რომ მნიშვნელოვანია რომ ესეთი გამოფენები საქართველოში ერთი მაინც თუ არის, იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის. რაც შეეხება ჩვენში და სამზარეულო საქართველოში, აი დამერწმუნეთ რა და დამერწმუნება დარწმუნებულია ლევანის დამიდასტურებს. ხო საქართველოში არის სატერმინალები, ხო, კერძო ტერმინალები, საბაჟო ტერმინალები. არ ყოფნის ქვეყანას ეს ყველაფერი რა. ყველგან არის დეფიციტი. მე რომ მივიდე ამ კომპანიასთან და ვთხოვო რომ ხო, მე რომ ვთხოვო რომ მივიდე რომ რაღაცა დამჭირდებოდეს ფართის ქირაობა, ვერ ვიქირავ. ფიზიკურად ადგილი და შესაძლებლობა არ არის. საქართველოში ბევრი რამე არის გასაკეთებელი. აი მარტივ მაგალითს მოვიყვან. თურქეთმა თემუს შეტანის რეგულაციები შემოიღო თურქეთში და წელს 90 მილიონი ბაზრიანი მომხმარებლიანი ქვეყანა არის. ჩაიკეტა თურქეთი, ხო? განააგრძელა რეგულაციებით დაარეგულირა.
ადგა თემում გააკეთა ახალი სისტემა, დაარეგისტრირა კომპანია, აკეთებს თავის საწყობს, შეაქვს ტვირთს, ასაწყობებს, სტატისტიკიდან გამომდინარე იცის რაზეა მოთხოვნილება და თურქეთისთვის შექმნა ხაბი. ეხლა ნახეთ იქ რამდენი საწყობი მინიმუმ ხო ხა თურქეთი დიდი არის, ის ხო ტერმინალები იტვირთება იქ. იქ ამან შეიძინა ახალი დანიშნულება კიდევ იმ ქვეყანაში. იმიტომ რომ უკვე სატერმინალო მოთხოვნილება გახდა და სხვა ბიზნესი ჩაერთო. იგივე არის საქართველოს. ამაში ცუდი არაფერი არ არის. პირიქით, თურქეთი მასე მუშაობს. ყველაზე დიდი მაგალითად სახმელეთო პარკი აქვს თურქეთს. ჩვენს გარშემო რეგიონებში და არც შეიძლება რაოდენობრივად ხვებს მეტი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩართული ევროპასა და აზიას შორის არის თურქული კომპანიები. მე ვიძახი სამხრეთ დერეფაზე, ჩრდილოეთზე არ მაქვს საუბარი. თურქეთშიც გადატვირთვა ხდება ტვირთის. მანქანა ევროპიდან აზიაში ესე მარტივად არ მიდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არის. იქ რიგები ალატის სპორტში, საზღვრებზე, ასე შემდეგ. ამიტომ ყველგან ხდება ან გადატვირთვა, ან რაღაცის შეცვლა. საქართველოც უნდა იყოს ამაში ჩაბმული. საქართველოშიც არის ეს შესაძლებლობები, თუმცა უფრო მწირი. დასახვეცია რაღაცა პარკი ალბათ ავტომობილების ხარისხი. ეხლა ძალიან შორს წავალ ჩვენ რომ ვისაუბროთ, მაგრამ ის ტერმინალი და აზია, ევროპა ვერ ავწდებით ამას რა. ჩვენი ფუნქცია დღესდღეობით, როდესაც ირანი დაკეტილი არის, თუმცა ჩვენ მარტოები არა ვართ აბრეშუმის გზაზე. როცა რუსეთზე სანქციები არის, ირანში ესეთი არეულობა არის და კიდე კაცმარიც რამდენი ხანი გაგრძელდება. დავანებოთ საწვავის ფასაც, თავი, ის გაიზრდება ბოლო-ბოლო შემცირდება ისე. ესეც არ არის გრძელვადიანი რაღაც ცვლილებები, ხო? რაღაცები გადალაგდება. ესეთ დროს ლოგისტიკა ხდება ყველაზე მოთხოვნადი, აი კოვიდის პერიოდმა მაგალითად გვანახა, როცა მთელი მსოფლიო ინგრეოდა, ყველაზე გამართულად რაც მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საზღვარი ჩაკეტილი იყო ლოგისტიკა. ყველაზე დიდი მოთხოვნილება იყო ლოგისტიკაზე. ესეთ სიტუაციებშიც იგივე ხდება რა. არაფერი, აი როგორც კი ხა, ნახეთ, საზღვაო ხაზები, ფასებს აწევენ, ამას ყველა მოიხმარს თავის მიზნებისთვის. დანარჩენი არის ბაზარზე დამოკიდებული. უკვე დაიწყო ფასების მატება. ჩვენ საწოს ბრალდება ყველაფერი. მე კიდე რაღაცას დაბრალდება, კიდე რაღაცას. მაგრამ თუ მოთხოვნილება გაჩნდა დიდი, ფასები კატასტროფულად გაიზრდება. თუ არ გაჩნდა მოთხოვნილება, ეხლა ამ მოვლენებამდე დიდი აზია, ევროპაზე საერთოდ ლოგისტიკაში იყო გარკვეული კრიზისი. დიდი არ იყო. მაგრამ ნახეთ, ესეთ როდესაც კაცმა არ იცის რამდენი ხანი რა გასტანს, საქართველოში არა, მაგრამ ევროპული კომპანიები დაიწყებენ მარაგების შევსებას. უკვე გაჩნდა მოთხოვნილება რკინიგზაზე. ევროპა უკვე გადაიტვირთა აზიიდან. ყველაზე დიდი მაგისტრალი ახლა მიმართულება არის აზია, ევროპა, აზია. განსაკუთრებით აზია, ევროპა. უკვე გადაიტვირთა რკინიგზა. გადაიტვირთება, იმიტომ რომ საზღვაოსთან შედარებით გაცილებით მცირე პერიოდი ჭირდება ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ. ლოგისტიკას რაც არ უნდა წავიდნენ, წამოვიდნენ, ვერავინ ვერასოდეს ვერაცდება მაინც. და ეს ლოგისტიკა მარტო მანქანა არ არის. არის საწყობი, რომელიც აუცილებელი არის, რომელიც ჩართული უნდა იყოს თავისი სატარიფო პოლიტიკით, თავისი სიმარტივით, საბაჟო უნდა იყოს ამ დროს უფრო ლიბერალური. მე ესე წარმომიდგენია, რაღაც მინდობილობების თემა არ უნდა იყოს გაბეტიშებული ქვეყანაში, უფრო მარტივად უნდა ხდებოდეს განსაკუთრებით ტრანზიტული ტვირთების მოძრაობა, რაც საქართველოში არჩევა. რასაკვირველია, კონტროლი უნდა იყოს რაღაცებზე, მაგრამ ამას სჭირდება მეტი ლიბერალიზაცია. მაგრამ მაინც დამოკიდებული ვართ კასპიის ზღვაზე, როგორც არ უნდა წავიწამოვიდეთ რა. აი მანდარიძე ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით მე თვითონ. მადლობა. ბატონო, თქვენ შეფასებაც გვინდა ვიდრე შევაჯამებთ დღევანდელ ჩვენს სტუმრობას, რატომ უნდა ეწვიონ 12 და 13 მარტს გამოფენას და თქვენ შემთხვევაში აი ამ პოტენციალს საწყობების წინა წლის გამოცდილებით, ძირითადად ისეთი ხალხი იყო გამოფენაზე სტუმრად, ვიზიტორად მოსული, რომლებსაც ასე თუ ისე მაინც ვიცნობდით. მე მინდა უთხრა ხალხს ისეთ ადამიანებს, ვისაც მომავალში ექნება რაღაცა იმპორტთან, ექსპორტთან, უნდა ნახონ რა მარტივად შეიძლება დაიწყონ ტვირთის ჩამოტანა, გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასევე მინდა რომ ექსპო ჯორჯიას უთხოვოდა მოიწვიონ უცხოელი, თუნდაც გადამზადებები, თუნდაც უცხოელი პარტნიორები უცხოეთიდან, ევროპიდან ან ჩინეთიდან
იქიდან ექსპორტიორები რომ ნახონ საქართველოში რა მარტივად ხდება ბევრი პროცედურა რა და საქართველოს ასე თუ ისე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა გამო ჰაბად შეგვიძლია მივიჩნიოთ უკვე როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთით ისე ჩრდილოეთიდან სამხრეთში ანუ იკუმშება ისე რაღაცნაირად სიტუაცია რომ საქართველოსზე გადის ეს და როგორც თქვენ აღნიშნეთ რომ აი თურქეთი მაგალითად თუნდაც ტემურ შემთხვევა ავიღოთ რომ თურქეთში თავისი უკვე საწყობი გააკეთა და იცის რა მოთხოვნილება ექნება თურქ კლიენტებს ჩვენ შეგვიძლია რომ საქართველოს მითამაშოს დიდი როლი ეგეთ კომპანიებთან და საქართველოს გახდეს ჰაბი სამხრეთ კავკასიაში რა იმიტომ რომ ტერიტორიულად ისეთი ის გვაქვს რა ქვია ადგილი რომ სამხრეთ კავკასიიდან თბილისიდან ეხა ერევანი ავიღოთ ბაქო ავიღოთ ძალიან ახლოს არის და ბოზისის მოხდით 1 ივლისიდან ევროპაშიც შემოდის რეგულაციები მაგასთან დაკავშირებით. ამიტომ იქაც იგივე ცვლილებები იქნება და რატო არ უნდა იყოს საქართველოში მინიმუმ რამოდენიმე ტერმინალი დაიტვირთება ბოლომდე ისე რომ კიდე დამატებითი სიმძლავრეების და მოცულობების აშენების საკითხი და რეექსპორტი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი რა ვიცი დიდი ის რა ქვია მაგალითად კი რა იმიტომ რომ ანუ არა მხოლოდ რაღაცა მშრალ ტვირთებზე არამედ შეიძლება უკვე ხილბოსტანი დავიწყოთ რომ საქართველოსდან განაწილდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დეფიციტი ხდება რა, როდესაც ქვეყანაში მსოფლიოში რაღაცნაირად არეულობაა, მე რა ყველაფრის დეფიციტი ხდება და მე რა ყველაფრის ფასები იზრდება და საქართველოს რა ვიცი, გვაქვს სწრაფი რეაგირება გჭირდება ახლა. იზაბელა, რას დამატებთ? მეც დავამატებდი, რომ KTL-იც თავის განვითარებას ტერმინალში ხედავს, იმის გარდა, რასაც ვაკეთებ. და გეგმავთ უკვე ტერმინალის აშენებას, ხედავთ მოთხოვნას და ვაკვირდებით რამდენად უჭირთ მსხვილ იმპორტიორებს ტვირთის შემოტანის შემდეგ მისი დასაწყობება. და არა მხოლოდ დასაწყობება, სორტირების სერვისი არის ძალიან დეფიციტში. ამ ტვირთის გადანაწილება და უკვე მისამართამდე მიტანა. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ, რადგან ჩვენი სერვისი მოიცავს სრულად ამ ციკლს. მაგრამ არ ყოფნის მაინც და ამას მკვეთრად ვგრძნობ. ლოჯისტიკა არის ძალიან საინტერესო სფერო და საქართველოში მით უმეტეს, როდესაც ტერიტორია გვიწყობს ხელს. საინტერესო ამოუწურავი სფერო არის. აუთსორსინგი არ არის სასაწყობო საქართველოში. მარტივი რაღაც შარშან გამოფენაზე იყო ამაზე რაღაც საუბარიც იყო. ჩვეულებრივი ელემენტარული საბაჟო საწყობი ერთი არის თავისუფალი რეჟიმის საწყობების დეფიციტია ქვეყანაში. არ არსებობს რომ შეიტანოთ ვირთი რაც ახსენა იზაბელა სორტირება ან ეს სერვისი არ არსებობს საქართველოში. არ არსებობს საქართველოში პატარა მანქანებით მიწოდების სერვისი მაგალითად შიდა LTL შიდა LTL სერვისი არ არსებობს. მე რომ ბათუმში მიდოდეს ტვირთის გაგზავნა მანქანა უნდა დავიქირავო, როდესაც შეიძლება სერვისი იყოს, რომელიც ჩემ 50 კილოგრამ შადებს და წაიღებს. არ არის ეს დალაგებული. ან იცით რამდენი რამეა გასაკეთებელი? უკიდეგანო სივრცე არის ამ ლოგისტიკაში და სასრული აი ბოლო არ ჩანს რაც შეიძლება გაჩერდეს. ხო და აი ამ გამოწვევების საპასუხოდ ზუსტად საჭიროება უფრო კარგად გამოჩნდა ესეთი გამოფენების, ხო? ეკა თქვენი შეფასებით რომ შევაჯამოთ ჩვენი სტუმრობა, რა მნიშვნელობას ატარებს აი დღეს ბატონმა გიორგიმ ბევრ გამოწვევაზე ისაუბრა, პოტენციალზეც მათ შორის ქვეყნის რას ნიშნავს და როგორ უყურებთ თქვენ აი ამ გამოფენას, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებით. ქვეყნისთვის ესე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახსენეს ასევე ლოჯისტიკური კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მართლაც ესე არის ხანდახან წელი შეიძლება ისე გავიდეს რომ ლოჯისტიკური კომპანიებისთვისაც შეხვედრაც კი საკმაოდ პრობლემატური იყოს. მიუხედავად იმის რომ ნამდვილად თქვათ აქ არსებული წარმომადგენლებიც ვართ შესაძლებელია რომ კონკრეტულ გადაზიდვაზეც სერვისებს ვიყენებდეთ ერთმანეთის და ვეხმარებოდეთ რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი ლოჯისტიკური გამოფენა ზუსტად როგორც არა მხოლოდ თქვათ მეწარმეებისთვის, უცხოელი კლიენტებისთვის, თვითონ ლოჯისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შარშანად ზუსტად ამისი აღნიშვნა მინდა, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც გამოიწვია ჩვეულებრივ მომხმარებელში, ძალიან ბევრი ლოჯისტიკური კომპანია იყო, ვისთანაც თანამშრომლობა დავიწყეთ და ნამდვილად უნდა აღვნიშნო, მიმართულეობრივად, როგორც Aramex-მა გამოიყენა მათი სერვისები, ასევე Aramex-ის სერვისები იყო გამოყენებაში. შესაბამისად, ნამდვილად სწორი აღნიშვნა
შექმნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბია და ამას როგორც თქვათ კონკრეტული CIS-ის მიმართულების ქვეყნებიც გვაჩვენებდა და ნამდვილად საქართველოს მგონია რომ დაამტკიცა და ეხა ამ მიმართულებით დასამტკიცებელი აღარა აქვს რომ ნამდვილად შეუძლია შესაბამისი სერვისების შეთავაზება, ამიტომ შესაძლებელია რომ მიმართულეობრივად ეხლა მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარეთ ნამდვილად შესაძლებელია რომ ისეთი სერვისები შესთავაზოს და როგორც ისე აზიის და დასორტირებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად ეგ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში და ძალიან ბევრი მსხვილი მცირე ვთქვათ პატარა გზავნილებთან დაკავშირებითაც ყოველთვის ეს არის რომ სასაწყობე სივრცე არასდროს არ არის და სორტირებასთან დაკავშირებით ყოველთვის არის რაღაცა შესაბამისი სორსი არ არის ყოველთვის რაღაც ვეძებთ ხოლმე შესაბამის კომპანიებს დახმარებისთვის. ეს პლატფორმა კარგი კი, ერთმანეთის რომ მე მაგალითად აი ხა შეიძლება თქვენ არ ქონათ ეს აი ჩვენი კომპანია ძირითადად ეს არის სორტირება, დასაწყობება და მერე ტვირთების გაგზავნა. ამიტომ ერთმანეთისთვისაც კარგია ეს და როგორც ანუ უკვე end customer-ისთვისაც, იმიტომ რომ დოპას ზრდის ერთმანეთ ლოგისტიკურ კომპანიებში გინდაც რა, იმიტომ რომ ხა ესე მაინც კონკურენციის რეჟიმში ვართ სულ ყველანი რა, თუმცა იმდენი რაღაცა არის კარგი ყველასთან, რომ ეს კარგი რომ შეიკრიბოს. მან ჯაჭვი გაკეთდება კარგი და აი ევროპიდან, აზიის მიმართულებით, აზიიდან შეიძლება რომ უკვე 4 კომპანია იყოს ჩართული იმაში, რომ ერთი ტვირთი მეორე ადგილას მოხვდეს. ძელოდიან პერსპექტივაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. ძალიან ბევრი არის. ლოგისტიკა ამოუწურავი სფერო არის და ამოუწურავია და სამწუხაროდ ჩვენი დრო არის ამოწურვადი, ამიტომ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყველამ, რაც გულისხმობს ექსპო ჯორჯიაში 12 და 13 მარტს ლოგისტიკის გამოფენას 2026, სადაც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი და ბევრი საინტერესო შეთავაზებით და შესაძლებლობებზე საუბრით და გაცვლების იდეებით. მადლობა სტუმრობისათვის. საქმე დილას ეთერში უმასპინძლობდით გიორგი ზუმბაძეს, Skylook-ის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად, ასევე იზაბელა ბოლქვაძე, კატიელის საოპერაციო დირექტორი, ლევან გუჯეჯიანი, J Warehouse-ის მმართველი პარტნიორი, საქმე დილას სტუმრობდა და ლიკა კიკაბიძე, სატვირთო მიმართულების ხელმძღვანელი Aramex ჯორჯიაში. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის.